მოგესალმებით ძვირფასო საზოგადოება, ღმერთმა მშვიდობა მოგცეს. დღეს ვისაუბრებთ მრისხანების ვნების შესახებ, ის ერთ-ერთი ყველაზე გავრცობილი ვნება გახლავთ ადამიანის ცხოვრებაში, ხშირად მას არ ექცევა სათანადო ყურადღება, თითქოს და არაფერი ისეთი ამ დროს არ ხდება, მაგრამ არსი მისი მეტად მძიმეა და შეიძლება იმდენად მძიმეც იყოს, რომ ადამიანის სიკვდილითაც კი და ლიკვიდაციით დასრულდეს. ასე რომ ეს ვნება ეტაპობრივად ვითარდება ადამიანის ცხოვრებაში და მას რა თქმა უნდა მის განვითარებას გააჩნია გარკვეული მიზეზებიც. პირველი, როგორც მამები ამბობენ, ეს არის სურვილისა და შესაძლებლობების შეუსაბამობა. რა იგულისხმება ახლა ამაში? სურვილი ცხადია ადამიანს შეიძლება იმდენი სურვილი გაუჩნდეს, რამდენიც მას სურს და გონებას ამ ხრივ შეზღუდვა არ გააჩნია, მაგრამ ცხადია ყველა სურვილს ჩვენ ვერ ვიკმაყოფილებთ და ადამიანი რომელიც არის ესეთი ჟინით შეპყრობილი, რომ არიქა და ყველაფერი მას სურს, ხომ? აქედან გამომდინარე შესაძლებლობებიც თუ არ ემთხვევა ამ სურვილებს, ცხადია იწყება ეს მრისხანების ვნება, რასაც ქვია, იმიტომ რომ ადამიანი ხდება უკვე გამოსული, ასე ვთქვათ, წყობიდან, იმის გამო სწორედ რომ მისი სურვილები არ კმაყოფილდება. ეს რა თქმა უნდა მძიმე დაღია ადამიანის ცხოვრებაში და მაგრამ რა უნდა ქნას, როცა სურს და არ აქვს. ცხადია, აქ საჭიროა მოგზალება და ამის საპირისპირო ცნებას ვიტყვით, რომ თავშეკავება, მცირეოდენით დაკმაყოფილება და საერთოდ აი ამითი რაც ნაკლები ვთქვათ სურვილები ამ კუთხით გვიჩნდება, მით ნაკლები პრეტენზიები გვაქვს და ნაკლებია შესაბამისად მრისხანების ვნების გამომწვევი, ასე იგი, მიზეზებიც. მეორე, ეს არის სიამაყე, ძამპარტავნება, დიდების მოყარეობა. როდესაც ადამიანი შფოთდება, გამოდის წყობიდან, იმის გამო, რომ არიქა და ვიღაცამ თუ როგორ აკადრა მას, როგორ უთხრა მას სათქმელი, აქ არ არის საუბარი მხოლოდ შეურაცხყოფაზე, როცა ქრისტიანმა თავად შეურაცხყოფაც უნდა აიტანოს, ცხადია, მოთმინებით, მაგრამ როცა პირად ცხოვრებას ეხება, მაგრამ აქ საუბარია იმაზე, რომ ადამიანი საერთოდ ვერ იტანს, როცა მის წინააღმდეგ ვიღაცა გამოდის, ვიღაცა მის წინააღმდეგ რაღაცას ამბობს, სიმართლეს, მხილებითი იყოს ეს ყველაფერი შეიძლება უბრალოდ იყოს სიმართლე და ეს აღიზიანებდეს ასეთ ადამიანს. რა თქმა უნდა, ეს ის ამპარტავნული და სიამაყე ჟინია, რომელიც ასევე იწვევს მრისხანების ვნების გაღვივებას ადამიანის ცხოვრებაში. ჩვენ როცა ვსაუბრობთ ინდივიდუალურ პიროვნებაზე, ხო, აქ რა თქმა უნდა შეიძლება მოვიაზროთ ასევე გუნდურათაც, ჯგუფურათაც და შეიძლება სახელმწიფოებრივათაც მოაზროვნე, ვთქვათ, კატეგორიები, როცა ვთქვათ, ერთი სახელმწიფო მეორეს ებრძვის და აი ეს თვისებები, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ ახლა, ხო, აი ეს დიდების მოყარეობა, რომ ერთი ჭაგრავს მეორეს, ეს ტიპაჟი, რომ ერთს აქვს იმის სურვილი, რომ გაანადგუროს მეორე და ასე შემდეგ, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი შეიძლება იყოს როგორც ინდივიდუალური ადამიანის ცხოვრებაში, ასევე ასე ვთქვათ, ჯგუფური და სახელმწიფოებრივი მიდგომაც კი, როცა ერთი ჭაგრავს მეორეს ან ავლენს აი ამ მრისხანების ვნებას და შეიძლება ვერც გამოუვიდეს დაჩაგვრად, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ვნება ღვივის და აქვს მას დიდი პოტენციალი ამ დროს. მესამე მიზეზი, რაზეც საუბრობენ მამები, ეს არის წყენა. წყენა რა არის? ხა, როცა ადამიანი აი ეგოისტურ მდგომარეობაში ემყოფება და სულ მუდამ წყენის მდგომარეობაში, ანუ ყველაფერი წყინს მას, ესე ეთქვი წყინს, ისე ეთქვი წყინს და მხოლოდ მაშინ არ წყინს, როცა ეპირფერებიან მას, ადიდებენ მის სახელს და ასე შემდეგ და ასეთი ადამიანის სულიერი მდგომარეობა როგორია, იცით, აი
როგორც ნაკვერჩხალი, რომელიც არ არის ჩამქრალი, მაგრამ როგორც კი ნიავი დაუბერავს, ხო? ეგრევე ეს ქარიშხალი ვით ამოვარდება და ცეცხლის გიზგიზი იწყება. აი ესეთივია, აი ესეთი ადამიანის ეგრეთ წოდებული მშვიდი მდგომარეობა, იმიტომ რომ ის გარეგნულად ჩანს მშვიდი, თუმცა როგორც კი ეს ქარიშხალში და ქარში ზოგადად იგულისხმება, რა თქმა უნდა, მცირეოდენი განსაცდელიც კი, რომელიც დაუბერავს და როგორც კი დაუბერავს, ესეთი ადამიანი გამოდის წყობიდან და აჩვენებს თავის რეალურ სახეს, იმ რისხანების ვნებას, რომელიც მასში ძალიან ძლიერად დევს და უკვე, რა თქმა უნდა, იმის გაჩერების შესაძლებლობაც მას უკვე აღარ გააჩნია. როგორ უნდა ვებრძოლოთ ახლა აი ამ სამ ძირითად მიზეზს, რომელზეც ჩამოვთვალეთ ჩვენ, ხო? ძირითადად მამები ამბობენ, რომ პირველი არის რისხანების დროს დუმილი. მაგრამ ეს არ გეგონოთ იოლის საქმე, დუმილი ისეთივე რთულია, როგორც აი ცეცხლში ჩადებული ხელის დროს რო არ იყვირო ადამიანმა. იმიტომ რომ როცა ვნება გაღვივებულია და მას უკვე ესეთი დიდი მძლავრი ვნებისმიერი მდგომარეობა ახლავს, მაშინ ცხადია ძალიან რთული ხდება უკვე მისი შეკავება. შეკავება შეიძლება პირველ ეტაპზე, ზრახვის დონეზე, როცა გაჩნდა სურვილი, რომ ესა თუ ის ადამიანი თქვათ დაჩაგრო, რაღაცა ბოროტი განიზრახო მის წინააღმდეგ, რომელიმე სახით ან თუნდაც ფიზიკურად შეეხო მას ან ბოლო ინსტანცია, რა თქმა უნდა, არის ადამიანის უმკვლელობაც, ხო? არც ერთი არ არის გამორიცხული იმ ვნების მდგომარეობაში, რაც უკვე ბოლო სტადია ქვია, როცა ადამიანი მთლიანად გამოსულია წყობიდან და მაშინ რა თქმა უნდა, მას რაც შეიძლება ხელში მოხდეს, შესაძლოა ეს ყველაფერი დასრულდეს ფატალურად. თუმცა თუ გვინდა ჩვენ რომ აი ეს ვნება ავიცილოთ თავიდან, როგორც გითხარით, პირველ ყოვლისა საჭიროა დუმილი, ანუ არაფრის თქმა, თავის შეკავება, გაექცე იმ სიტუაციას, რომელშიც არის ეს რეალურად ეს განსაცდელი დაშვებული, პირველი რაც უნდა გააკეთო ეს არის. იმიტომ რომ როცა ჩვენ აი ამ გაღიზიანების დროს ვამბობთ რაიმე სიტყვას, ხო? ეს ამ სიტყვას ძალიან დიდი ფასი ედება, იმდენად დიდი, რომ ადამიანი შეიძლება მეორე ადამიანს, რომელსაც ამას ეუბნები, იმ წუთას მტრად მოგეჩვენოს, მაგრამ სინამდვილეში შემდეგ დიდი სანანებელიც გაჩნდეს და გაგიხდეს და მაგრამ უკვე ვეღარც კი მოახერხო ის, იმიტომ რომ ერთ სიტყვა შეუძლია ადამიანის მოკლაც კი, ამბობენ წმინდა მამები, ამიტომ პოტენციური მკვლელი ადამიანი აი ამ რისხანების დროსაც ხდება და მას შეუძლია ისე გული ატკინოს ადამიანს, რომ მთელი ცხოვრება შემდეგ ის ვერ პატიობდეს მეორეს. თუმცა პატიება აუცილებელია, მაგრამ ამ პატიებაში ყოველთვის აი ამ ურთიერთობის აღდგენა არ მოიაზრება, არ იგულისხმება და შეუძლებელიც კი ხდება ხშირ შემთხვევაში, ამიტომ ამაზე უნდა ვიფიქროთ ჩვენ, როცა ვამბობთ ჩვენ აი ამ გაბრაზებულზე რამეს ან ვაკეთებთ რაღაცა, ვიღებთ რაღაც გადაწყვეტილებას გაბრაზებულ მდგომარეობაში, ხო? უნდა მივაქციოთ ყურადღება, რამდენად დიდი ზიანი შეიძლება მოუტანოს მან საკუთარ თავს, ან საკუთარ ოჯახს, ან საკუთარ სახელმწიფოს და ასე შემდეგ, ხო? აი ეს არის ის ძირითადი, რა თქმა უნდა, პირველი ეტაპი, როცა დუმილით ჩვენ შევიკავებთ თავს და აი ამის განვითარების საშუალებას არ მივცემთ, რაც ჩამოვთვალეთ და შემდეგ, რა თქმა უნდა, ადამიანმა უნდა დაიწყოს გულხურვალე ლოცვა, რომლითაც ადამიანი შემდეგ სულიწმინდის მადლით შეძლებს დამშვიდებასაც და უკვე საღად სწორად დამშვიდებულ მდგომარეობაში საფასუხო, ასე იგი, სიტყვის თქმასაც, რეაგირებასაც და ზოგადად ცხოვრებას, რომელიც გაცილებით უფრო მომგებიანი იქნება, ვიდრე ის, რომ ანიკადა მე სიმართლე ვთქვი და ეს ასე იყო და ეს უეჭველი ასეა და არ არის ყველა სიმართლე თუ ჩვენ შევხედავთ ამას საეკლესიო გაგებით, ხო? უამრავი სიმართლე სიცრუეთ და მტრობათაც კი ჩაეთვალა, აი მაგალითად ნოეს შვილს, როცა მან თქვა, რომ ნოე მაგალითად
შიშველია და ეს ასე იყო, თუმცა ეს სიმართლე მას ცოდვად ჩაერიცხა, იმიტომ რომ ეს ყველაფერი ნათქვამი იყო არა ადამიანის გამოსწორების ან სწორად მისდამით სიყვარულის გამოვლინების, არამედ პირიქით დაცილის, ქილიკის, შეურაცხყოფის და აქედან გამომდინარე ცხადია არამცნების შესრულება გამოვიდა ამ დროს, არამედ პირიქით მის ადამიანის პიროვნების დამცირება. ანუ თავარი ფაქტორი ახლა ჩვენ თუ შევაჯამებთ აი ამ სათქმელს, რასაც მრისხანების ვნება ქვია, თავარი გამოდის ის, რომ ადამიანი უნდა იყოს აქცენტირებული შინაგან ცხოვრებაზე. სულიერი ცხოვრება პირველ ყოვლისა ადამიანისგან მოითხოვს მოთმინებას. მოთმინება ნაზავი სიმდაბლესთან, ლოცვასთან, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო დიდ ნაყოფს გამოიღებს, რასაც სიყვარული ქვია და აქედან გამომდინარე ადამიანი მოყვასის მომპოვებელიც კი ხდება და ისეთი მეგობარი შეიძლება შეიძინო აი ამ დიდი თვისებების გამოვლენით, რომელიც გეგონა რომ თურმე მტერი იყო და თურმე შეიძლება აღმოჩნდეს უდიდესი მოყვარეც და პირიქით ადამიანი რომელიც შეიძლება უახლოესად გეჩვენება და არის კიდეც თქვა ოჯახურ ცხოვრებაში იქნება ეს სამეგობროში თუ ზოგადად ურთიერთობაში სამსახურში და ასე შემდეგ ყველგან ჩვენ დავინახავთ რომ შეიძლება აი ამ ვნების გაღვივება და მისი არასათანადო მისდამით დამოკიდებულებამ შეიძლება მყისიერად ყველაფერი დააყენოს უგუღმა და უფრო მეტიც ესეთი მოყვასი შეიძლება მტრადაც ექცეს ადამიანს ძალიან მალე და შეუვალი ესეთი სიტუაციიდან გამომდინარე აღმოჩნდეს ისე რომ მოყვასის მაგივრად მტერთან მქონდეს საქმე. რა არის ამისგან გამოსავალი? ამასოფლის სულისკვეთებისაგან ზოგადად განშორება. ანუ იმ ტყუილის აღიარება, რომელშიც ჩვენ ხშირად ამასოფლის სიამეების ტკბობით, ჭამასმა იქნება, დახურვა, დიდების მოყვარეობა, კარიერა, ასე შემდეგ, ყველაფერი ამას თუ უპირატესობას ვანიჭებთ, ანუ გარეგნულ ფაქტორს, იმაზე თუ რა არის შინაგანი ლოცვა და შინაგანი ზოგადად ადამიანი, ხო? რასაც საუბრობს პავლე მოციქული, რაც არის მთავარი ამოცანა, ხო? დაფარული იგი კაცი ძანებს პავლე მოციქული. რას ნიშნავს ეს დაფარული კაცი? დაფარული კაცი არის ის, რომელიც მალავს თავის სათნოებებს, სიკეთესად, არ ცდილობს წარმოაჩინოს თავი ვიღაცა დიდ ვინმედ. ეს არის ის სათნოებები, რომელიც ადამიანს აძლევს იმ სულიერ შედეგს და მწვერვალებს, რომელზეც აიყვანა ღმერთმა მოციქულები, ყველა წმინდანები და რომლის გზა გაყვავულია უკვე ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის, ერთადერთი ჩვენაც გვჭირდება აი ამ გზაზე სწორად სიარული და ამისთვის კიდე საჭიროა, როგორც გითხარით, წმინდა მამების აი ამ სწავლების გათავისება და გაზიარება, რაზეც ვისაუბრეთ ჩვენ დღეს, კონკრეტულ მრისხანების ვნებასთან მიმართებით. ღმერთმა დააგვირგვინოს და შეგვაძლებინოს ვნებების დაწყება.